Everyone I know in love are all in town. ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, როგორ ახართ? მე ისევ მოვედი თქვენთან და ძალიან მიხარია. ყოველი ვიდეოს ჩაწერა ძალიან მიხარია და თქვენთან კონტაქტი არ დავიღლები ამის გამეორებით. მოკლედ დღეს 21 დეკემბერია და მინდა გავაგრძელოთ ჩემი ადვენტის კალენდრის გახსნა. მართალია 24-ში უნდა მოხდეს კალენდრის ბოლო კარების გახსნა, მაგრამ ხვალ 22 დეკემბერს ანდრეასის დედა მოდის ჩვენთან და მოკლედ უნდა რომ საშობაოდ თავისთან წაგვიყვანოს, რადგან ჩვენ ტრადიციათა გვაქვს უკვე ოჯახში, რომ შობის ღამეს, აი ამ წმინდა ღამეს ჩვენ ყოველთვის ანდრეასის მშობლებთან, ჩემ დედამთილ მამამთილთან ვატარებთ და მოკლედ ხვალ მივდივართ, უკვე ჩალაგებული გვაქვს ყველაფერი, ჩემოდანი გამზადებული გვაქვს. აქამდე თუ ამხელა ჩემოდანი არ ვჭირდებოდა, ეხლა ჩვენი პატარას გამო, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი ტანსაცმელი დაგვჭირდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და მოკლედ საკმაოდ დამღლელი იყო დღევანდელი დღე, რადგან ბავშვთან ერთად ხვალინდელი დღისთვის გამზადება კიდევ უფრო ცოტა უფრო სტრესული იყო, რა თქმა უნდა, ვიდრე აქამდე. მაგრამ ეს მე ძალიან სიამოვნებით გავაკეთე, რა თქმა უნდა. მოდით ახლა ჩემი ბევრი საუბრი თავს არ შეგაწყენთ და განვაგრძოთ ჩემი ადვენტის კალენდრის მომდევნო კარების გახსნა და დღევანდელ ვიდეოში მინდა რომ როგორც გითხარით, მოვორჩე ჩემი კალენდრის ყველა კარების გახსნას, ასე რომ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს ახლა ჩემი ვიდეო, მოდით დავიწყოთ. ახლა არის საღამო და მართალია ძალიან კარგი შუქი არ მაქვს, მაგრამ იმედია მაპატიებთ. მოკლედ, ეს ჩემი კალენდარია, როგორც იცი. აი ამ მხარეს უკვე მოვრჩით და გახსნილი იყო ყველაფერი და გადავიდეთ შემდეგ მხარეს. მე-13 ფანჯარაზე ვიყავით გაჩერებული და ახლა გავხსნათ მე-14. აქვეა მე-14 ფანჯარა. გამიფუჭდა ლაქი, მაგრამ არა უშავს. აქ არის მე-14 ფანჯარა. ვნახოთ რა დევს. ეს არის ისე sweet chicks აწერია. ნახეთ რა ლამაზი ფერია. ბორდოს ფერს რომ ეძახიან. და არის ლოყების რუჟი, როგორც მივხვდი. ძალიან ლამაზია, მე მგონი ეს ფერი კიდევ ამოვიდა უკვე. თუ არ ვცდები, ეს ფერი უკვე იყო. შემდეგი მე-16 კარები. აი, აქ არის მე-16 კარები ჩემო კარგებო. და ეხლა გამოვიღოთ. ძალიან ძნელი გასახსნელია. აი ესეთი ფანქარი ამოვიდა მე-16 კარებში და აწერია რომ არის სახის ფანქარი, ანუ თუ არ ვცდები, სახის კონტურის ფანქარია. აი ესეთი ფერის. ხო, აი ბრონზეს ფერია. არ ვიცი ხედავთ თუ არა. ღია ბრონზეს ფერია და აწერია რომ არის სახის ფანქარი. მოდით ესე გაჩვენებთ, აი აქ არის მე-17 ფანჯარა გვერდით, აი აქ როგორც ხედავთ, ლაქი გამიფუჭდა ამზურა, მაგრამ არა უშავს. აი ეს არის მე-17 ფანჯარა და დევს იგივე ფანქარი. Face stick, ხო, ამასაც იგივე აწერია სახის ფანქარიო. ეს ცოტა უფრო ეს არის უფრო ოქროს ფერში და ის მეორე იყო უფრო ყავის ფერში. თუმცა ამასაც გლიტერები დაყვება რაღაც შიმერი. ნუ ეს თითქმის ერთი და იგივე სახის კონტურის ფანქრები. ეხლა გადავიდეთ მე-18 ფანჯარაზე. მე-18 ფანჯარას ხედავთ აქ ჩემო კარგებო.
სულ გამიფუჭდა ლაქიც, ეხა წავისვი, არა უშავს. მოკლედ, აი ეს დევს მე-18 ფანჯარაში. რა არის აბა ეს smooth wipe matte lip cream, lip balm-ია. ნახოთ ფერი. სუნი აქვს საშინელი, კარგი. აი რაღაც შინდის ფერია, მატია. არ ბზინავს. სხვათა შორის მე მატი lip gloss-ები უფრო მომწონს, ვიდრე აი ეს რო ბჭყვიალებს, რო არ დაგიმალოთ, ეს ჩემი ფერია, ძალიან მომწონს. თუმცა ყოველდღიურად ამ ფერს ვერ იხმარს ადამიანი. საკმაოდ მუქი ფერია. მაგრამ მომწონს. მე მომწონს. ნახოთ აბა რა დევს მე-19 ფანჯარაში. აქ არის მე-19 ფანჯარა, ალბათ ხედავთ. და მოდით ახლა ესე გავხსნით, თორე სხვანაირად წარმოუდგენელია ამის გახსნით, საკმაოდ რთული გასახსნელი კალენდარია. აი ესიდო, ჩემო კარგებო, მე-19 ფანჯარაში. ეს დევს. Lip cream, ესეც lip gloss-ია, ანუ ტუჩსაცხია. აი ეს ფერი მიყვარს მე უფრო ყოველდღიურად, ვიდრე ეს მუქი შინდის ფერი, თუმცა ორივე ჩემი ფერია. ძალიან კარგია და სუნი აქვს ყველას რაღაც საოცარი. ეხლა გავხსნათ მე-20 ფანჯარა, აი აქ არის ნომერი 20. დასანანია, რომ პირდაპირ ვერ გაჩვენებ, სულ გამიფუჭდა ფრჩხილის ლაქი, რომელიც სადღაც 1 საათის წინ წავისვი, არა უშავს. Soft matte lip cream. ესეც ტუჩსაცხია, მატი. ცოტა სხვა ფერში, ცოტა უფრო მუქში. ეს კიდე უფრო ღია, ვიდრე წეხანდელი, ნახეთ, ესე ძალიან ლამაზი. ეს კიდე უფრო ზაფხულისფერია, ვფიქრობ, ან შემოდგომის. მაგრამ ლამაზი ფერია, მომწონს. ეხლა გავხსნათ 21 ნომერი. აი ისევ ასეთი ტუჩსაცხი დევს 21 ნომერში. ეს butter gloss-ია. ტუჩების კარაქი. თუ რა ვიცი როგორ ეძახიან. ეს შიმერითა, ეს მატი არ არის, ნახეთ. საკმაოდ ღია და უბრალოდ რომ ტუჩზე რო გადაისვა და დაგირბილოს. აქ არის 22 ფანჯარა. აი აქ. ამოვიღე. ეს იყო 22 ფანჯარაში. ისევ butter gloss-ი. Bling. აჰა, ეს ბჭყვიალა butter gloss-ები. რა კარგი სუნია. ეს ალამაზი ფერია. ესენი უფრო ზაფხულის ფერები და ბჭყვიალებს, ნახეთ. არ ვიცი ხედავთ თუ არა, ეხა კამერაში აი ეს ზედა ფერია. ძალიან ლამაზია. მოდი აბა წავისვა. ხო, ძალიან ლამაზია, მაგრამ ასეთი butter gloss-ების უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მალე ცილდება. თორე ისე ძალიან ლამაზია ტუჩზე, რა თქმა უნდა. მოკლედ, გადავედით 23 ფანჯარაზე. აი, აქ არის 23 ფანჯარა, ჩემო კარგებო. მოდით იქნება ესე გავხსნა და გაჩვენოთ. აი, გაიხსნა. ასეთი უკვე ამოვიდა წინაზე, როგორც მახსოვს, ვერ ვიღებ. ესიდო 23 ფანჯარაში. არის ტუჩების ზეთი, ასე აწერია. რა სუნი აქვს. ხო, ეს ხო საერთოდ ეს
ეს ძალიან მალე ცილდება. ნახეთ, ფერიც არ აქვს ესე, ну, ტუჩების დამარბილებელია. ზეთი მასე აწერია და უბრალოდ შეფერილია. ასეთი ადრეც ამოვიდა მახსოვს და ბოლო, რომელიც უნდა გამეხსნა 24-ში საღამოს, ჰაილი კაბენძე უნდა გამეხსნა და ვხსნი ეხლა, რადგან ამის დრო მე აღარ მექნება და ხვალ მივდივართ, როგორც გითხარით, მივემგზავრებით ანდრიასის მშობლებთან. 24 კარები აქ არის და ბოლო კარები საცხვსნით ვაშა და იგივე რაღაცადევს, რაც წეხან გაჩვენეთ. ესეც ტუჩის ზეთია ჩემოკარგებო. აი როგორ გამიფუჭდა ლაქი ალბათ ხედავთ, გამჭირვალე ლაქი მესვა. ეს არის მაყვალის ფერში. ის იყო ჟოლოს ფერში. სუნი აქვს ყველას რაღაც არაჩვეულებრივი. ну სულ ეს იყო ჩემოკარგებო. ჩემი საშობაო კალენდარი, რომლის გახსნაც 21 დეკემბერს დავამთავრე 24-ის მაგივრად. აი, ეს იყო წინა გვერდი, ეს იყო მეორე გვერდი. ну არ ვიცი ახლა 60 ევროთ ვიყიდე მე ეს კალენდარი და რო გითხრათ რა ვიცი, არ იყო ცუდი. მომწონს და კმაყოფილი ვარ. ამ ყველა პროდუქტს, რა თქმა უნდა, ნელა-ნელა გამოვიყენებ. მოკლედ, მინდოდა ჩემოკარგებო, რომ საბოლოო შედეგი მეჩვენებინა თუ რა იდო აი ამ ნიქსის კალენდარში. ნახეთ, სპეციალურად აი ამ კალათაში შევაგროვე, რომ თქვენთვის მეჩვენებინა. აი ეს იყო ყველა ის პროდუქტი, რაც იდო ნიქსის საშობაო კალენდარში. ახლა კიდე ახლოდან გაჩვენებთ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ თუ რამდენი მაკიაჟის გასაკეთებელი პროდუქტი იდო აი ამ კალენდარში. ძირითადად კი ტუჩსაცხები იდო, როგორც შეატყვეთ. მიცეთ ახლოდან გაჩვენებთ. აი ჩემოკარგებო, ეს არის ყველა ის პროდუქტი, რაც იდო ჩემს საშობაო კალენდარში. ნახეთ, რამდენი რამე ავიდა. საკმაოდ ბევრი რაღაცებია, რომელსაც გამოვიყენებ აუცილებლად, თუმცა არის რამოდენიმე რაღაცა, მაგალითად ეს lip gloss-ების ადამიანი მე იმდენად არა ვარ, ძალიან მალე ცილდება ტუჩს და აი ეს ტუჩის ზეთი მაგალითად ალბათ ძალიან არბილებს ტუჩებს. ну არ ვიცი, რო გამოვიყენებ, შემიძლია მე ჩემი შთაბეჭდილება მოგიყვეთ და ეს ერთი პალიტრა იყო მხოლოდ ჩემს ადვენტის კალენდარში. დანარჩენი ძირითადად, როგორც ხედავთ, არის ან რუჟები ლოყებისთვის, ან ნახეთ როგორ გამიფუჭდა ლაქი. ну არა უშავს. და ძირითადად აი ესეთი ტუჩსაცხები ამოვიდა. დღეს აქ დავამთავრებ ჩემს ვიდეოს. იმედია მოგეწონათ ჩემი ადვენტის კალენდრის გახსნის ვიდეოები საერთოდ. ეხლა ჯობია რომ დავიძინო, თორემ ხვალ ვეღარ ავდგები. ანაბელს და ანდრიას ძინავთ უკვე რამდენი ხანია. მოკლედ სულ ეს იყო ჩემოკარგებო, ჩემი ადვენტის კალენდარი. საკმაოდ საინტერესო ტუჩსაცხები იდო აი ამ კალენდარში და ვისაც გიყვართ ნიქსის პროდუქცია, შეგიძლიათ მომდევნო წელს შეიძინოთ ეს ან ამდაგვარი კალენდარი, ალბათ კიდე გამოუშვებენ. მე კმაყოფილი ვარ, რომ არ დაგიმალოთ და ნელა-ნელა ვწდები, რომ მოვიხმარო ყველა ეს ტუჩსაცხი, ტუჩის ზეთი თუ ტუჩის კარაქი, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დაარქვით. და დღეს კი აქ დაგემშვიდობებით. ახლა მოვჭი ყველაფერს და ამ ვიდეოს გაწერის გარეშე არ მინდოდა, რომ ხვალ ისე წავსულიყავი ჩემს დედამთილ მამამთილთან. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაგა დროებით. Everyone I know in love are all in town, but I've had enough of looking at the snow. I wish that I could go away this Christmas.